მოგესალმებით სატელიტბეთი. 17 იანვარს ჩვენ შემოგთავაზეთ 3 მატჩის პროგნოზი, საიდანაც 2-მა გაამართლა, 1 ვერ გამოვიცეთ. დავიწყოთ მატჩების განხილვა. ჩოგბურთი, ავსტრალიან ოუპენი, ციციპასი ბასილაშვილი. აქ ჩვენ ვივარაუდეთ, რომ იქნებოდა 3 ნახევარზე მეტი სეტების რაოდენობა და ასეც მოხდა. სულ 4 სეტი იყო ამ მატჩში და ანგარიში 3-1 დასრულდა ციციპასის სასარგებლოდ. სამწუხაროდ ჩვენი ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი გამოეთიშა აღნიშნულ ტურნირს. შემდეგი მატჩი იყო ისევ ჩოგბურთიდან, ტიფო ეთამაშებოდა სეპის. სამწუხაროდ ჩვენ აღნიშნული მატჩის გამოცნობა ვერ შევძელით. აქ ჩვენ ვივარაუდეთ, რომ სეპი მოიგებდა მატჩს, მაგრამ სამწუხაროდ იგი დამარცხდა ანგარიშით 3-2. და ბოლო მატჩი, რომელიც შემოგთავაზეთ, იყო ესპანეთის კოპა დელ რეიდან რეალ სოსიედადი ეთამაშებოდა რეალ ბეტისს. აქ ჩვენ ვივარაუდეთ, რომ ბეტისი არ დათმობდა ძირითად დროში შეხვედრას და ავიღეთ ორმაგი შედეგი X2. საბოლოო ჯამში ჩვენი პროგნოზი გამართლდა. ბეტისმა ითამაშა ფრეიდ 2-2 და მოახერხა შემდეგ ეტაპზე გასვლა. სტანდარტულად შემოგთავაზებთ 3 მატჩის პროგნოზს. შევეცდებით და გსურს რომ დაგეხმაროთ მოგებაში და აგრეთვე შევეცდებით რომ გამოვასწოროთ ჩვენი სტატისტიკაც. პირველი მატჩი, რომელსაც ჩვენ შემოგთავაზებთ, იქნება პორტუგალიის პრემიერ ლიგიდან, სადაც ნასიონალი დაუპირისპირდება ბრაგას. ნასიონალმა ბოლო 5 შეხვედრიდან 2-ში შეძლო გამარჯვების მოპოვება, ხოლო 3-ში მარცხი განიცადა. რაც შეეხება კარგ ფორმაში მყოფ ბრაგას, ბრაგამ ბოლო 5 შეხვედრიდან 4-ში შეძლო გამარჯვების მოპოვება, ხოლო 1 მატჩი ფრედ დაასრულა. გუნდებს სულ 34-ჯერ აქვთ ერთმანეთში ნათამაშები, აქედან 7 მატჩი ნასიონალის გამარჯვებით დასრულდა, 19 ბრაგას გამარჯვებით, ხოლო 8 თამაში ფრედ დასრულდა. სატურნირო მდგომარეობას რაც შეეხება, ბრაგა მე-3 პოზიციაზე იმყოფება 37 გოლით, ხოლო ნასიონალი მე-12 ადგილზე 19 და გადავიდეთ ბოლო შეხვედრაზე. კალათბურთი ევროლიგის მატჩი ბუდუჩნოსტი რეალი. ბუდუჩნოსტმა ბოლო 5 შეხვედრიდან 3-ში შეძლო გამარჯვების მოპოვება. რაც შეეხება რეალ მადრიდს, მან ბოლო 5 შეხვედრიდან 4-ში შეძლო გამარჯვების მოპოვება. გუნდებს სულ ერთმანეთში 5 შეხვედრა აქვს ჩანატარები და 5-ვე შეხვედრა რეალ მადრიდის გამარჯვებით დასრულდა.